და პირველად ეხლა ვაკეთებთ რაგუს, რადგან ყველაზე დიდი დრო ჭირდება მას დაახლოებით 3-4 საათი ჭირდება, რომ კარგად დაშრეს, დაჯდეს და გავიჯდეს გემოები. ამიტომ რაგუსის დაგჭირდება. 60 გრამი პანჩეტა ან ბეკონი, ასევე დაგჭირდება 15 გრამი ზეითუნის ზეთი, 15 გრამი კარაქი, დაახლოებით 60 გრამი ნიახური, დაახლოებით 60 გრამი სტაფილო, 150 გრამი თეთრი ხახვი, ტომატის პასტა დაახლოებით 50 გრამი, 150 გრამი თეთრი ღვინო, 250 გრამი ღორის ხორცი და 250 გრამი ძროხის ხორცი. და 9 ლიტრი ბულიონი ქათმის. პირველად დავიწყოთ ნიახურით. ჯერ დავჭას ჩხირებად, მოგრძო ფორმად, როგორც ვიდეოში ანაჩვენები და შემდეგ გადავიდეთ კუბიკებად დაჭრაზე. ეხლა გადავიდეთ სტაფილოზე. ჯერ გავასუფთავოთ, გავთავოთ და ისევ იგივე პრინციპით. ჯერ სტრიფსებად და შემდეგ კუბიკებად. ეხლა გადავიდეთ ხახვზე. ჯერ პატარა ტრიუკები, ხახვის დაჭრა უკვე უნდა იცოდეთ, ჩვენ გამომწერი ხარ, ამიტომ კარგად გადაგებე. ეს ჩვენი მირეპუა, ეს ეძახიან ამ სამი ბოსტნეულის კომბინაციას. ერთად რაღაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხახვი უნდა იყოს ზუსტად იმდენი, რამდენიც ერთად არის ნიახური და სტაფილო. ანუ 150 გრამი თუ არის ხახვი, დაახლოებით 150 გრამი უნდა იყოს ნიახური და სტაფილოს ნახევარ-ნახევარ, ანუ 75-75. მედი არ დაიბნებით. ეხლა გადავიდეთ რაგუს მოზოდებაზე. საშუალოდ გახურებულ ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩააგდეთ კარაქი და დავიწყოთ ბეკონის ან პანჩეტას მოთუშვა. ხორცის ცხიმი კარგად რომ გადნება, დავუმატოთ მირეპუა და დავიწყოთ მისი მოთუშვა. დაახლოებით 15 წუთში ბოსტნელი რომ შეიცვლის ფერს, დავუმატოთ ტომატ პასტა და კიდევ 5 წუთი ვთუშოთ. 5 წუთის შემდეგ დავუმატეთ ღვინო და კარგად ამოაშეთ, როგორც ვიდეოში ანაჩვენები და შემდეგ დავუმატეთ ხორცები. ხორცის დაახლოებით 10-15 წუთი კარგად მოთუშეთ, რომ მოიბრაწოს და შემდეგ დავუმატოთ ბულიონი. ეხლა ჩვენ მარაგუმ უნდა იდუღოს დაახლოებით 3-4 საათი.